Sandro Rakuiashvili პარტია გირჩის წევრია ახლა ჩვენთან ერთად. Sandro, მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის. მოდი გამოვეხმაუროთ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამ საკითხზე თავად ქართული ოცნების ქმედებები რამდენად ადეკვატურად, სწორად გამოიყურება თქვენთვის. მოგესალმებით, მესალმე მაყურებელს. მე მგონი ხოშტარია საერთოდ ციხეში არ უნდა იჯდეს პლაკატზე რაღაც დახატის გამო, საერთოდ არავინ არ უნდა იჯდეს ციხეში და ამიტომ რომ სულიად იდეალურ ჯანმრთელი ადამიანი იყოს და პრობლემები არანაირ არ ქონდეს, იქ არაფერი არ ესაქმება, სადაც ახლა არის. ამიტომ ზოგადად გამოსაშვებია და ეხლა მით უმეტეს თუ პრობლემები აქვს ჯანმრთელობის რაც ამბობენ, ბოლოს და ბოლოს შეიძლება ქართულ ოცნებისთვის კარგი მიზეზი იყოს, რომ სახე შეინარჩუნოს და გამოუშვას, იმიტომ რომ უბრალოდ არასერიოზულიც არის, რომ აი რანერი პლაკატიც არ უნდა იყოს, ყველაზე მეტი რაღაც შეიძლება დააჯარიმო ადამიანი და ადმინისტრაციულ წესით რაღაც გააკეთო და ციხეში ამის გამო ადამიანს წელწადნახევარი აქვს მოგონი მის შეიძლება ფოტოები სულიერ სურდია, ამიტომ ხო, თავად ვილაპარაკოთ ამ სასჯელთან დაკავშირებით წელიწადნახევარი ბანერზე წარწერის გამო ეს რას გვეუბნება საზოგადოებას, თავად ეს რაღაცნაირად არის თუ არა სადამსჯელო ოპერაცია სწორედ ოპონენტების მიმართ ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ მეგონი ზოგადად პრობლემა აქვს ხლის სამართალთან და ჯარიმებთან და სასჯელებთან ზოგადად, იმიტომ რომ წელიწადნახევარი ხა ამ შემთხვევაში უბრალოდ ისეთ რაღაცებზე ხალხი გვიზის ციხეში საერთოდ ზოგადად, რომ საერთოდ ციხეში არ უნდა იჯდეს. ნუ ხა ტროტუარზე დგომა და ვიღაცას რაღაცას რო ეტყვი და შეურაცხყოფას მიაყენებ და ამის გამო ციხეში რო უშვებთ, ეს უკვე ფაქტურად ნორმად აქციეს ქართული ოცნების ხელისუფლება და ამ შემთხვევაში აი უბრალოდ არასოდეს არ დავფიქრებულად საზოგადოებაში რატომ უნდა იჯდეს ადამიანი ციხეში. იმიტომ რომ ზოგადად ჩემი აზრით ციხეში არავინ არ უნდა იჯდეს თუ სხვაზე არის ზალად. აი მარტო მოძალადები, როცა აი პირდაპირ რაღაც საფრთხეს რო ქმნიან მკვლელი მკვლელობის სტელობა, არ ვიცი, ყაჩაღობა. აი ეს რაღაცები კიდე გასაგებია, გასაგებია რა უნდა იყოს ამისთვის სასჯელი, მაგრამ ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადამიანს ციხეში საერთოდ არ უნდა იჯდეს. და ისე მივედით იქამდე, რომ აი ადამიანს რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ყველაზე მეტი მატერიალური ზიანი მიაყენო. თან წვიმანი, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ გაწმინდეს უბრალოდ ხო ის მარკერი, რასაც ხოშტარიამ დახატა. და ესეთი წვიმანი მატერიალური ზიანის გამო. ანის ბანერი ახლა ნაგავსაყრელზე შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, ხო, და ამიტომ უბრალოდ არც ერთ სცენარში არ შეიძლება რომ წვიმანი მატერიალური ზიანის გამო ადამიანი ციხეში იყოს. რა ვიცი, ბოლოს და ბოლოს რამე პირობითი სასჯელი მიუსაჯეთ თუ მაინდა-მაინც სასჯელი გინდა და სიხლის სამართალი იყოს, მაგრამ ციხე არ შეიძლება და ასე ძალიან ბევრი გვაქვს. სიამოვნებაში რომ გადახედოთ, ეს უბრალოდ გახმაურებული საქმეებია ასეთი, რომელიც რაღაც პოლიტიკური ლიდერები და ყურადღება ექცევიან, რამდენი ადამიანი ზის ციხეში, რომელიც არაფერი არ დაუშავებია არავისთვის. ადამიანი არის მომჩივანი, რომელიც რამეს ეუბნება, რომ აი რაღაც ზიანი მომაყენო. და მიუხედავად ამისა, ხალხი ციხეში გვიზის. ამიტომ უბრალოდ ეს ასეთი მაგალითები, ასეთი გახმაურებული საქმეები ის არის კარგი, რომ უბრალოდ ხალხი იქნება დაფიქრდეს, რომ უისკეს ხელისუფლება ხო შეიძლება. ეს კანონები, ამ კანონის გაუქმება ხო მოგვიწევს. და როცა ამ კანონის გაუქმებაზე მივალ, მე ვიღაცამ არ თქვას, რომ უკვე ქართული ოცნების აქტივისტი ციხეშია გასაშვები, იმიტომ რომ რაღაც გააფუჭაო მართალი გუნდისთვის რომ ეს იქნება. ამიტომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას და მიმედია მალე გამოვა ციხიდან და აი ამის გაქვთ მოლოდინი რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მასთან დაკავშირებით. მოლოდინი არ მაქვს რომ ქართული ოცნება სწორად მოიქცევა ზოგადად და დიდი ხანია დაკარგული მაქვს ეს მოლოდინი, მაგრამ აგერ ბევრი ადამიანია ციხეში სულ უდანაშაულო პაატა მანჯგალაძე საერთოდ გაურკვეველი ფოტოს გამოზის ადამიანს ციხეში. ელენე მარკერით ზიანი მაინც მიაყენა პლაკატს ვიტყვის და პაატა მანჯგალაძე საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია, ფოტო არსებობს მარტო. და ამიტომ ეხლა სადაც პაატა მანჯგალაძე საერთოდ 6 წელი აქვს მისჭი. ანუ აი ვისთანაც არ სერიალ ყველგან რო გადაიღოს ფოტო, მაინც ციხეში არ უნდა გაგიშვენ, რომ ფოტო არაფერი არ დაუშავებია და მით უმეტეს საპროტესტო მიტინგზე სადაც კიდე 10,000 თუ 20,000 ადამიანი მის ირგვლივ იდგა, ამის გამო ციხეში ზის 6 წლით. ეს როგორ შეიძლება ნორმალური იყოს რამე სცენარში. ხო და აი ასეთი სასამართლო რო არის და ასეთი სამართლებრივი სისტემა და ზოგადად პოლიტიკური, მე არაფრის კარგი მოლოდინი ზოგადად არ მაქვს. სანდრო, გუშინ მიიღეს მნიშვნელოვანი რეზოლუცია, კიდევ ერთი, ვიცით ქართული ოცნების რიტორიკა მიმართულებით რა არის, რომ ამ დოკუმენტებს რეალურად ჩალისფასი აქვს, რომ ბრიუსელი, ევროსტრუქტურებში მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვათ არიან ზემოდან უყურებენ მოკლედ საქართველოს და უნდათ რომ რაღაცნაირად აქ განვითარდეს სხვა ტიპის პროცესები, არეულობა, საბოტაჟი, რევოლუცია და ასე შემდეგ. რეალურად აწუხებს თუ არა ქართულ ოცნებას მსგავსი ტიპის დოკუმენტები, თუნდაც ბიძინა ივანიშვილს, სადაც იგივე ლაპარაკია მისი სანქციების შესახებ, ვიცით, მუდმივად საუბრობთ იმის შესახებ, რომ მთავარია მისი კეთილდღეობა, რომ ძალაუფლებაში დარჩეს და ასე შემდეგ. თავად ქართული ოცნება თქვენი აზრით როგორ აღიქვამს ამ დოკუმენტებს რეალურად? მე დღეს კარგი დილა გათენდა უკრაინამ, ასე ვთქვათ, იერიში მიიტანა
მოსკოვზე და ჩვენიერი კადრები ვრცელდება, როგორ იწვის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ზოგადად რა ხდება მოსკოვში და მოსკოვი ხეს მარტო დედაქალაქია, სიმბოლური დატვირთვა აქვს რუსეთისთვის და ასეთი რაღაც ნათლად აჩვენებს, როგორ ვითარდება მოვლენები უკრაინაში და ზოგადად ამ ომში. და ჩემი აზრით ეს პირდაპირ კავშირი იქნება იმაზე, როგორი დამოკიდებული ვექნება ქართლოსნებას ევროპისადმი და ზოგადად აი ამ მთელ პროცესზე, იმიტომ რომ ევროკავშირთან ეს კაფეო დაპირისპირება დაიწყო ომის დაწყების შემდეგ. და ეს შეიძლება ახსნადი იყოს რაღაც რუსეთის ყველა შეეშინდა ალბათ იმ მომენტში და ბუნებრივია რუსეთი შეგეშინდება და რაღაც შეიძლება კაფეო ნაბიჯებს გადადგმა არ მოგინდება, მაგრამ როცა აი ამას ხედავთ, აი დილას რო ქართლოსნების წევრები და მხარდაჭერები აი ამ კადრებს დაინახავდნენ. როცა პუტინი ვეღარ იცავს თავის დედაქალაქს, როცა უკრაინელები სულ უფრო და უფრო სიღრმეში ურტყავენ და რაღაც მრავალ კილომეტრიან რიგებში დგანან რუსები, უბრალოდ ბენზინი ჩაასხან, რომელიც 20 ლიტრი აქვს მარტო ერთ მანქანაზე გამოყოფილი. აი ესე სიტუაციამდე რომ მივიდა რუსეთი, ბუნებრივად იფიქრებ, რომ შეიძლება რუსეთი ამ ომში დამარცხდეს. თუ რუსეთი ამ ომში მარცხდება, არჯობია გამარჯვებულის ხარეს იყოს და მე მგონი, რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პოზიტიური მოვლენები მოხდება უკრაინის ომში, მით უფრო განსხვავებული განცხადებები გაკეთება დასავლეთის მიმართ. ეხლა შეიძლება ჯერ კიდევ ჩალის ფასი აქვს რაღაც ტიპის რეზოლუციებს, ან რომელიღაც მთავრობა არ არის სწორი და მართალი და deep state-ის მიერ მართულია, მაგრამ ნელ-ნელა იმედია ქართლოსნებაში მიხვდებიან, რომ ისეთი საფრთხე რუსეთი უკვე აღარ არის. და შეიძლება და მეტი სხვა ახსნა არც დაპირისპირების ევროპასთან, არც შესაძლო ცვლილებების მე არ მაქვს. კი ბატონო, რაც შეეხება ევროკავშირთან დიალოგს, ვიცით ამ მიმართულებით გააქტიურდა საუბარი, ვნახეთ ერთ-ერთი იყო ნიკოლოზ სამხარაძე, რომელმაც თქვა, რომ აი მზად ვართ ევროკავშირთან დიალოგისთვის, მათ შორის იმისათვის, რომ გარკვეული კანონები ამ შემთხვევაში ის საუბრობდა ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, ამაზე სწორედ ამ კანონთან დაკავშირებით შეგვიძლია ველაპარაკოთ ევროკავშირის წარმომადგენლებსო. ზუსტად მე აი ამ განცხადებას გულისხმობდი ახლა რომ ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ეს განცხადება ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკის ცვლილებას, უფრო ალბათ პოზიციის მოსინჯვას და ჩვენ ბევრჯერ გაგვიგია წარსულშიც ასეთი ტიპის განცხადებები, რაც თუნდაც ამერიკასთან რამდენი ხანია ცდილობს ქართული ოცნება გადატვირთვას და სუფთაფოსლიდან ურთიერთობების დაწყებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს რა შეიცვალა და ხდება თუ არა ეს გადატვირთვა. ამიტომ მე ხა პირდაპირ ასეთი იმედები არ მექნებოდა, უბრალოდ ასეთი ტიპის განცხადებები ზუსტად იმის სიმპტომია, რომ ქართულ ოცნებაში ვერ ჩანს ფიქრობენ რამე ხო არ შეიძლება შეიცვალოს ამ სიტუაციაში და რა გზები არსებობს. ნიკა სამხარაძე არის ის ტიპის ფიგურა, რომელიც მაგალითად გვეთყოდა დანამდვილებით, რომ საგარეო პოლიტიკა ქართულ ოცნებას იცვლება, მაგრამ ნამდვილად ის ფიგურა, რომელიც იცის იცვლება თუ არა. ამიტომ დავაკვირდეთ ეს, უბრალოდ შეიძლება სიმპტომი იყოს, რომელიც არაფერზე არ მიუთითებს კონკრეტულად, უბრალოდ არაფერ დიდზე არ მიუთითებს, მაგრამ შეიძლება ძალიან კარგი მაჩვენებელი იყოს, რომ ქართულ ოცნებას საბოლოო ჯამში მიხვდა, რომ შესაბამისად დაუშვა და ეცდებიან ნელ-ნელა ევროპასთან ურთიერთობის დაალაგებას. და საკითხი, რომელიც ყველას ეხება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეს არის უვიზო მიმოსვლა, ხო? ამ მიმართულებით ამ რეზოლუციაშიც არის ჩანაწერი, ვიცით რომ დისკუსია უკვე გაიხსნა ამ საკითხთან დაკავშირებით, მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ თემასთან დაკავშირებით. თქვენი მოლოდინი როგორია? მაინც საბოლოო ჯამში ქართული ოცნება რაღაც შეეცდება ლავირებას ამ პროცესში, გადაწყვეტილებებს შეცვლის, კანონებს გაუქმებს, გადახედავს პოლიტიკურ პატიმრებს, ინდისის პატიმრებს გამოუშვებს იმისათვის, რომ ეს შედეგი არ დადგეს თუ მაინც თქვენი აზრით ქართული ოცნების ინტერესში შედის, რომ კი დაიკარგოს ეს ისტორიული მონაპოვარი და შემდეგ უკვე სხვა ტიპის კამპანიას წამოიწყებს ქართული ოცნება, იგივე ოპონენტების წინააღმდეგ, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ეხლა უშუალოდ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ამის რისკი რო არსებობს, ისაც გასაგებია მინიმუმ არაერთი განცხადება ამაზე გაკეთებული. და არ მგონია, რომ ქართულ ოცნებას რამე სცენარში აწყობდეს ამის გაკეთება. მე მის სამგონია, რომ ევროპას აწყობს ამის გაკეთება, იმიტომ რომ ეს ხო ჩვენი ქვეყნის უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს და ზოგადად სანქციები ძალიან სულად მუშაობს ხოლმე, ანუ სანქციები უფრო იწვევს კონსოლიდაციას, რეჟიმის ირგვლივ და იზოლირებას, ნაკლები კონტაქტები. ხო, მაინც ეს ყველას ეხება, უშუალოდ არ არის ეს პერსონალური, ეხება მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს და ანუ აღდგენა უკვე ამ შემთხვევაში იქნება რთული პროცესი. რთული იქნება და გასაგებია, რომ არც ევროპელებს უნდა უნდოდეთ, რომ ჩვენი ქვეყანას რაღაცნაირად კრიტიკულ სიტუაციაში
ჩააყენონ, მაგრამ მეორე მხრივ მეგონი ამ ქვეყანაში არავის არ უნდა რომ ეს მოხდა მასშტაბით ქართული ოცნების ხარდამჭერებს. ამიტომ მე ეჭვი მაქვს რომ, იმედი მაქვს რომ რაღაც ტიპის ნაბიჯები იქნება გადადგმული რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ ბევრი კარგი იმედი ნაბიჯები ოცნების მხრიდან. ცხადია ხო, აბა ეხლა ევროპელები არ ცვლიან ამ შემთხვევაში, პრობლემა ჩვენ ხარეს არის, მაგრამ ეხლა როგორ გითხრათ, როგორც ამით დავიწყეთ დღეს რომ ზოგადად დიდი იმედი არ მაქვს რომ ქართულ მოსწორ ნაბიჯებს გადადგას, მაგრამ ეს მართლა ძალიან მტკივნეული საკითხია, ფაქტობრივად მთელ ქვეყანას ეხება. ყველას ასე თუ ისე რაღაც გვეამაყებოდა, როცა ეს ვიზო მიმასვლა მივიღეთ და ამის დაკრაგვა ძალიან მტკივნეული იქნება. ამიტომ მე რაღაც ალბათ რამდენიმე თვე მინიმუმ გვაქვს წლის ბოლომდე ვადა რომ რაღაც შეიცვალოს, მამდე არ წაგვაქვს. მე ვფიქრობ რომ მაინც ამ მიმართულებით ოპოზიციას აკლია აქტივობა, საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ რაღაცნაირად გადატეხოთ ეს ქართული ოცნების პროპაგანდა, რაც არის, რომ თითქოს თქვენ დადიხართ ბრიუსელში, თქვენი სხვა კოლეგები ოპოზიციიდან და ცდილობთ სწორედ ეს ისტორიული მონაპოვარი დააკარგვინოთ ჩვენს ქვეყანას. მე მგონი უფრო ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკოსებს აკლიათ თანმიმდევრულობა. ერთდღიანი ამბებით არ უნდა ცხოვრობდეს პოლიტიკურ ველი, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ქართული ოცნების პროპაგანდას, ის ძალიან თანმიმდევრულია და ერთი და იგივე მესიჯი შეიძლება რამდენიმე წელი, ასე ვთქვათ, ვრცელდებოდეს და ოპოზიციურ მხარეს ყველაფერი ერთ-ორდღიანი ნიუსებია. 1-2 დღე რაღაც კვირილი, ისტერიკა, რაღაც ამბავი და მე ის რაზეც ხდებოდა, ეს ავიწყდებათ ერთ კვირაში. ამიტომ ასეთ რა თემაც არ უნდა იყოს, უვიზო მიმოსვლა იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა თვალს ეკონომიკური რაღაც პრობლემა, საბოლოოში ყველაფერი ფუჭად დაიხარჯება დრო. ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი არ არსებობს. ზოგადად პროპაგანდას უნდა დაუპირისპირდეთ თავმდევრობით და სწორი პოზიციით. და სამწუხაროდ ეს დიდი ხანი არ ხდება და ხან რაღაც ჭორი შემოვარდება, ხან რაღაც ამბავი, ხან რაღაცაზე ავარდება ოპოზიციურ სპექტრი, ხან მეორეზე და აი ეს რაღაც გრძელვადიანი პოლიტიკა, რაღაც გრძელვადიანი რაღაც სტრატეგია არ არსებობს. ეს გრძელვადიანი სტრატეგია და პოლიტიკა რას უნდა მოიცავდეს? რა საკითხებზე მსჯელობას, საჯაროობას, აი რა კონკრეტულად რას გულისხმობთ? ციტატა შეიძლება არ იცოდეს, ამიტომაც ქართული ოცნებას მაგათ რაღაც თემებს შემოაგდეს ხოლმე დატესტავს და რომ დაინახავს რაღაცა მუშაობს, იმას იყენებს. იგივე უნდა იქცევდეს ოპოზიცია. თუ დავინახეთ რომ რაღაც თემა მუშაობს და რაღაც მას ეთკინა ქართული ოცნებას, იმაზე უნდა იყოს აწყობილი პოლიტიკა. მაგალითისთვის, როცა დებატებზე ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ერთპიროვნულ მმართველობაზე და რომ ერთპიროვნული მმართველობა პრობლემა ევროკავშირთან ურთიერთობაში და არა კონკრეტული რაღაც კანონი და ეს მმართველობის სისტემა სანამ არ შეიცვლება, არაფერი არ გვაშველება, ქართული ოცნებას ის ეთკინა რომ მე პრემიუმ ბრიფინგი გააკეთა ამის გამო. და ესე იგი ვიპოვეთ ხო, შეიძლება რაღაც უამრავი თემა იყოს სხვა დროს ნახსენები, მაგრამ რაღაც თემა არ აღელებდა არასდროს ქართულ ოცნებას, მაგრამ რაღაცა ისე ეთკინა რომ ბრიფინგიც კი ჩაატარეს. ესე იგი ამ თემაზე საფიქრალია და ამ თემაზე უფრო მეტია სალაპარაკო. ეს ზუსტად ასე ოპოზიცია თუ სხვადასხვა თემებით არის დაკავებული, მაგრამ დაინახეს რომ რაღაც თემა უფრო გავრცელდა საზოგადოებაში, უფრო მეტი ხარდაჭერა მიიღო. კობახიძის დებატების შემდეგ, რომელიც შედგა პროპაგანდისტულ ტელეარხზე, ამის შემდგომ მეორე დღეს მან ჩანიშნა ბრიფინგი, ლაპარაკობდა იმის შესახებ, ამტკიცებდა რომ ის არ არის პირველი პირი. ის არის პირველი პირი, მაგრამ შემდგომში ამტკიცებდა ფაქტობრივად დაამტკიცა ის რომ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში და რომ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი. და ეს ბრიფინგი ხო ჩვენ პოზიციაზე იყო პასუხი, როცა შემოვიდა რომ ზუსტად ეს მმართველობის სისტემაა პრობლემა, არა რაღაც აგენტების კანონი ან რაღაც სხვა. არამედ როცა ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას, ასეთი სისტემა შეუთავსებელია ევროკავშირთან და ევროპულ რაღაც პოლიტიკურ სისტემებთან. და სანამ ერთი ადამიანი მართავს ჩვენ ქვეყანას, არანაირი ევროინტეგრაცია არ გვემუქრება. და აღმოჩნდა რომ ეს იმდენად მტკივნეული არის მათთვის, იმდენად მოხვდათ ასე რომ ბრიფინგის მოწყობა მოუწიათ და იქნებ ღირს რომ აქცენტი გავაკეთოთ აი მმართველობის სისტემაზე, რომ ერთი ადამიანის მმართველი ქვეყნა არ იქნება, რომ მაგალითისთვის როცა შეიძლება ხელისუფლება, შემდეგში ერთი ადამიანი არ მოვიდეს, რომ ამდენი გვილაპარაკია კოალიციურ მთავრობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო გასაშლელი ადამიანები დღემდე არიციან რა არის კოალიციური მთავრობა მათ შორის. აი როგორ უნდა ფუნქციონირებდეს მაგალითად და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს კონკრეტული მაგალითია, ასეთ მაგალითი ბევრია. რამდენი თემა იყო, რომელიც ოპოზიციაში ძალიან ხმაურიანად განიხილებოდა, მაგრამ ქართულს საერთოდ არ აღელებდა. და იყო თემები, რომელიც მაგალითად იგივე ფასების თემა ვიყოთ, რომელიც ძალიან დაზიანდნენ. სულ რაღაც ამდენი ხან არაბიზაციაზე იყო, ხან განათლების თემაზე, რაღაც თემები მტკივნეული იყო, რაღაცა უბრალოდ ისე გაატარეს, რომ არავინ არ შეიმჩნია. მე მგონი ეს თემები არის ასარჩევი და ამაზე ფასები ახსენე და ამ ნაწილში ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური განკარგულება გამოიცა, რომ იქმნება ვებ პლატფორმა, იხარჯება ბიუჯეტიდან 60,000 ლარამდე, სადაც ეს განთავსდება პროდუქტები, ფასდაკლებული პროდუქტები, სხვადასხვა პროდუქცია ლაპარაკი ბუნებრივია, ჯერ მეტი დეტალი არ ვიცით, ვიცით ის რომ 60,000 ლარამდე იხარჯება და პენსიონერი უნდა შევიდეს ამ პლატფორმაზე, მოძებნოს პროდუქტები და ასე შემდეგ. აი ეს რა ტიპის პოლიტიკა იმ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ რაც ვნახეთ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა ფასების კომისია, ამანაც მოახდინა თუ არა საზოგადოების
მიღწაზე თქვენი აზრით მაინც გავლენა პროპაგანდისტული კუთხით და ესეც რომ შევაფასოთ ეს განკარგულება 60,000 ლარამდე იხარჯება. ზოგადად ეს მთელი ფასების ისტორია მე მგონი კრახი იყო ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ბოლოს პრემიერს მოუწია ურთიერთ გამორიცხავი განცხადებები გაეკეთებინა. ჯერ ამბობდა რომ კარტელებია და ფასების რაღაც ფასნამატებია და მე აღმოჩნდა რომ ყველაზე დაბალი ფასები ჩვენ გვაქვს ლამის სამყაროში. და ეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო ბოლო დროს და უშუალო საიტს რაც ეხება მე მგონი ეს ის შემთხვევა როცა პრემიერი ამბობს კორუფცია ჩვენთან არ არისო. აი სულთან კორუფცია იმიტომ რომ თანამედროვე გარემოში როცა ხელოვნური ინტელექტი ვიცი საიტებს აკეთებს მარტივად შემდეგ 53 თუ 60,000 ლარის გადახდა საიტში პრიმიტიულ საიტში რომელიც უბრალოდ მონიტორინგს უკეთებს არის უბრალოდ ღიად კორუფციული ამბავი. ვიღაცა მინიმუმ მოატყუა და ვიღაცა ნაცნობ პროგრამისტებს უნდა რომ ფული გააკეთებინოს. და მით უმეტეს რომ ასე საიტი უკვე არსებობს. ანუ ზოგადად არსებობს საიტი რომელიც მონიტორინგს აკეთებს ფასების და შეიძლება რამდენიმე $100 დაჭდეს რაღაც ტიპის ამ საიტის მოდიფიკაცია მაქსიმუმ თუ რაღაც თარობა სჭირდება და მით უმეტეს რომ არ მგონი რომ პენსიონერი დადიოდეს ასე საიტზე და ფასებს ამოწმებდეს. მაგრამ თავიდან ბოლომდე აი ხო ფარსი იყო და ეს უბრალოდ პატარა სიმპტომი ახლა 50,000-ის გამო შეიძლება ქვეყანა არ დაინგრეს, მაგრამ რაღაც სრულმანი კორუფციული გარიგების თემაში, რომელშიც ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მწვანეა და ერთი ტყუილი მეორეს მოყვება ხოლმე. მე მგონი ასეთი თემები უბრალოდ გამოსაყენებელი იმისთვის, რომ აი ეს ერთხელ კი არ ვთქვა, როცა რაღაც თვითონ ქართული ოცნება იზავს და ჩვენ რეაქციას ვაკეთებთ, არამედ სულ შევახსენოთ, იმიტომ რომ ხო დადგება დრო, როცა პრემიერის განცხადებიდან ერთ წელი გავა. ხო შესახსენებელი გვექნება, რომ ფასები არ შემცირდა. და ასე შემდეგ და ბევრი არის, როგორც ომიგინდა დღემდე იყენებენ, დაიწყეს 22-ში და დღემდე იყენებენ ამ ამბავს, იგივენად ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს გუშინდელ რეზოლუციას მიაბეს, რაც აიკვნევიჩიან ეს კომენტარს, რომ არა უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის აგრესია, ეს ფანჯარა ჩვენი ქვეყნისთვის, იგივე მოლდოვასთვის მათ შორის არ გაიღებოდა. კი, რა თქმა უნდა, ხო არაფრაში არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 22 წელი მართლაც ეს ფანჯარა იმიტომ გაიხსნა, რომ უნიკალური გარემოები შექმნა, იმიტომ კი რომ ვიღაცა ომში გვითრევდა, იმიტომ რომ ევროპელებმა სხვანაირად გადახედეს ამ სამი ქვეყნის, ჩვენი მოლდოვას და უკრაინის რაღაც როლზე რეგიონში. და ამაში არანაირი ქვეტექსტი არ განცხადება ამ შემთხვევაში არ ქონდა, მაგრამ ზოგადად ამაშია საქმე, აი ომი გინდა იმუშავა, დაინახავს რომ ხვალ სამით კარგად ასე ვთქვათ აშინებენ, ატყუებენ და ყველგან იყენებენ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არავინ არ დაიწყებს რაღაც ორიგინალი ციტატის ან რაღაც გამოსვლის წაკითხვას, გადამოწმებას, ეხლა რამდენი ზოგადად ადამიანია ქვეყანაში, ვინც ასე იქცევა, ხო? ამიტომ მათი პროპაგანდისტული არხებით აიღებენ და ეტყვიან რომ აი კიდე აი დამტკიცებულებაა და სანდრო, აი თქვენ მათ შორის ერთ-ერთი ხართ, ვინც დადის აქტიურად პროპაგანდისტულ ტელეარხებზე, გიწევენ, გაქვთ არგუმენტები, იგივე ხშირად მიდის ამ დებატებისას მსჯელობა, რამდენად კარგია ევროინტეგრაცია ასე შემდეგ. მაინც ეს რომ აღწეროთ, აი როდესაც თქვენ გაქვთ კომუნიკაცია, ხო, ქართული ოცნების პირისპირ ხართ სტუდიაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად გაქვთ შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად მიაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, დააჯეროთ თქვენი არგუმენტების ისტორიაში, სიმართლეში, რამდენად სწორად მიგაქვთ თქვენ ეს არგუმენტები და რაღაცნაირად ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო შესაძლებელია შეიცვალოს ამ მიმართულებით რიგი გადაწყვეტილებები, რომ მნიშვნელოვანია იაროთ ამ დებატებზე და იგივე რასაც ლაპარაკობდით, ხო, ეს პროპაგანდისტული მესიჯები რაც არის, ეს ბოლომდე გაქარწყდეს და მთლიანად ეს არგუმენტები დაუპირისპიროთ ოცნებას და ამ არგუმენტების შესახებ მეტი ინფორმაცია გქონდეს საზოგადოებას. რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივი ეს დებატების დაწყება ისეთი რაღაც არის, რადგან მე მარტო მადლობა შეიძლება ქართულ ოცნებას უთხრა. მე არ ვიცი რატომ აკეთებენ, იმიტომ რომ ზოგი ისეთი დებატი იყო, რომ ჩვენ მეგონა რომ მეტი აღარ გააგზელებდნენ. მაგრამ საბოლოო შეფასება რა თქმა უნდა მოსახლეობაზეა, თუმცა ჩვენ ხედავთ გამოხმაურებას ბევრი ისეთი თემაზე, რომელიც აი წარმოუდგენელად იქნებოდა რომ არა ეს დებატი, ანუ ვერც აი რომ ვილაპარაკოთ უშუალოდ ოცნების ამომრჩევლის ვთქვათ განწყობიდან, რომ შეხედავს აი ამ დებატებს, ამ მიმართულებით თქვენი პოზიცია რა არის, რომ მას შესაძლოა დაიჯეროს თქვენი არგუმენტების ისტორია. მაგალითი რომ უბრალოდ წამოიდგინეთ რომ რაღაც დებატი ჩავატარეთ და მეორე დღეს პრემიერს უწევს ბრიფინგის ჩატარება და რაღაც თავისი პოზიციის ახსნა. ეს ხო უკვე რაღაცაზე მიუთითებს რომ ხა გასაგებია რომ შეიძლება უკეთესი დებატები მოიგონოს, უკეთესი ფორმატი, კარგია რომ ბევრი სხვა ადამიანი იყოს და ზოგი ადამიანი იქ იღებს მონაწილეობას, უბრალოდ გამოიყურებენ რომ პოლიტიკოსები საერთოდ არიან და რაღაც პოლიტიკურ დებატებში რაღაცნაირად უფრო დროს გატანის ფუნქციას ასრულებენ ხშირად. მაგრამ მე ამ შემთხვევაში საერთოდ პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ რომ თქვენს რომ მოაწყოთ დებატები, თქვენ როგორც გაგიხარდებათ ესეთი ფორმატი იყოს და მე მაინც სიამოვნებით ვილი თუ დამპატიჟებთ. აქ მოდიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვამბობ რომ მე ამ შემთხვევაში არც ერთ ტელევიზიას და არ გავაკრიტიკე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მაინც რაღაცნაირი პოლიტიკური საჩუქარია, რომელიც არ ვიცი რატომ აკეთებს ქართული ოცნება, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ეს გამოვიყენო. და ქართული ოცნების ამომრჩეველს მართლაც ვაძლევ ასე ვთქვათ შესაძლებლობას ალტერნატიული აზრი მოისმინოს. მაგრამ პრობლემა იცით რაშია, მე რა
შეიძლება მაწყობდეს ვიწრო პარტიულად, მაგრამ ეს ამ დებატებმა ბევრი ისეთი პრობლემა გამოავლინა, რომელიც მართლა მტკივნეული ქართული ოცნების, მაგრამ თითქმის არც ერთი არ იყო მე გაშლილი ოპოზიციურ მედიაში. აი მაგალითად ერთ-ერთი აი ეს ფასების გარდა კიდევ რას? ფასები, ერთპიროვნული მართლობა, სულ ცოტა ხნის წინ მაგალითად მამუკაბდენაძე ამტკიცებდა, რომ ბანგკოკში ამერიკის საელჩოდან ფინანსდებოდა გვარამიას პარტია. აი ხო ეს რაღაც აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ ეს ხო აბსურდი, რომელსაც ქართულ ოცნებას უწევს ამ მიმართოს. ეს ხო იმიტომაც არის, რომ რაღაც პრობლემა აქვს, პოზიცია არ უვარგათ. და მე მგონი ამ დებატებმა მათ შორის გამოავლინა ქართულ ოცნების სუსტი წერტილები. უბრალოდ რამდენად გამოყენებადია ეს ოპოზიციაში, ეს უკვე პრაქტიკა გვაჩნევს, რომ ძალიან იშვიათად, როდესაც ჩემი კოლეგები ამას იყენებენ. მაგერ ზოგი არც კი დადის ვიღაცას პატიშობენ და არ დადის. ამიტომ ჩემი თუ არის შესაძლებელი უნდა ყველა მიაროს ასეთ დებატებზე, რაც ამ ყველას როგორც ცნობილია, როგორც ვიცით, ყველას არის წვევა. არა, ყველას არის, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ვიღაც მოიწვიეს ოპოზიციიდან და არ წავიდნენ. ამიტომ მე ზოგადად ასე არ მესმის მე ნებისმიერ ასეთ დებატებზე წავიდოდი, მაგრამ თავარი არის ერთი დებატით ვერავის ვერ მოუგებ. ანუ თუნდაც ხუთი დებატით ვერავის ვერ მოუგებ. მით უმეტეს საარჩევნო წელი არის. კიდევ უამრავი დრო არის საარჩევნებამდე და ამიტომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი შეიძლება ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყოს, მაგრამ ზოგადად რო შევხედოთ ქართულ ოცნების ასე ვთქვათ დამარცხების სტრატეგიას, ამით ვერ დაამარცხე მარტო. მაგრამ ეს შეიძლება ერთი ელემენტი იყოს, რომ ხედავ რომ სისუსტეა, რაღაც ნაწილში უჭირთ პოზიციის დაცვა, უნდათ რაღაც მესიჯი გაავრცელოთ და არ შეუძლიათ, მე მგონი ოპოზიცია უნდა სარგებლობდეს. შეიძლება პირობითად ნაციონალიზმობა არ იყოს ამ დებატებზე და მაგრამ ჩემი დებატი ან რაღაც ჩემი მეგობრის დაინახოს ქართულ ოცნება ამ რაღაცაში დამარცხდა. იმათაც აიღონ შეარაღებაში და იმათაც გააგრძელონ თემა ეს ყოველას წაადგება. ამიტომ მე ზოგადად კარგი ამბავია, არ ვიცი ამდენ ხანი გაგრძელდება, იმედია დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ თავარი არის ის, რომ როგორც თქვი, ოპოზიცია უნდა იყოს თანმიმდევრული, დაინახოს რა არის სუსტი წერტილი ქართულ ოცნებაზე და იმაზე იყოს ფოკუსი. სხვა თემებიც შეიძლება იყოს, მაგრამ არ შეიძლება ერთი მეორე თემით გადაფარვა და ყოველ კვირას სულ სანდრო ამაინტერესებს, აი მიუხედავად იმისა, ეს განსხვავები რაც აქვთ ამ ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის თქვენ, მაინც ძირითად პრინციპებზე თანხმდებით, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ოლიგარქია არ უნდა იყოს და ასე შემდეგ და თავარი პრობლემა მაინც არის თუ არა ის რომ რაღაცნაირად ერთმანეთში გარჩევები არის ხშირად ჩვენ გვესმის ბრალდებები თუ მაინც ფიქრობთ რომ ეს კარგია რაღაცნაირად რომ საზოგადოება დროულად იცოდეს ამომწურავად კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვინ არის მართალი და თავად გამოიტანოს დასკვნები სწორედ ამ დაპირისპირებიდან. ცხადია პრობლემა არის ინდივიდუალური ურთიერთობები. ჩვენს ბევრ ოპოზიციურ პოლიტიკას დიდი პრეტენზია გვაქვს და ასე უბრალოდ არანაირ რაღაც შეთანხმებას და მოლაპარაკებებს არც კი დავიწყებთ, სანამ რაღაც წინაპირობა არ შესრულდება, მაგრამ მე მგონი კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტები გრძელდება, დროში გაწელილია. არა მარტო ჩვენსა და სხვა პარტიებს შორის, თუნდაც ნაციონალურობას რო შეხედოთ, რა ტიპის დაპირისპირება აქვს სხვა პარტიებთან, თუნდაც ალიანსის ფარგლებში, ვერც ის ვერ გავიგეთ არიან ალიანსის წევრები დღემდე თუ არა, ხან არიან. ამიტომ ეს რო გრძელდება, ეს არის პრობლემა. მე მგონი აი რო ვახსენე დებატები, თუნდაც ოპოზიციურ მედიაში რომ იყოს ოპოზიციური დებატები, რომ ეს საკითხი დაიხუროს. აი რაღაც პირობითად თქვენთან პრეტენზია თუ მაქვს, ერთხელ წარვადგინოს საჯაროდ, გავარჩიოთ და როგორც იქნება ესე იქნება. ან დავიცავთ საკუთარ პოზიციას, ან არა, მაგრამ მე შეწყვიტავ. მე პრობლემა უფრო რომ ეს წლები გრძელდება ასეთი კონფლიქტები და ამიტომაც ვერ ხდება მე რაღაცაზე კონცენტრირება და თუ ასეთი კონფლიქტები მოგვარდება, როგორც არ უნდა მოგვარდეს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მე მგონი ყოველთვის უკეთესი იქნება. აუცილებლად მინდა კითხოთ გასული კვირის მთავარ ამბავზე და ჩემი აზრით ამ თემაზე იგივე რასაც ახსენებთ, რომ დღის წესრიგი უნდა შექმნას ოპოზიციამ და გამოეხმაუროს მნიშვნელოვნად, თითქმის ყოველდღიურად მნიშვნელოვნად საზოგადოებისთვის საჭირო რომ საკითხებს ერთ-ერთი ეს ეხებოდა მძიმე კადრებს პოლიციის განყოფილებებიდან როგორ აწამებენ ფიზიკურად როგორ ეპყრობიან მოქალაქეებს და მათგან ითხოვენ სასურველ ჩვენებას. თქვენი აზრით ეს რამდენად სისტემატურია, ვიცით რომ ეს კადრები მართლაც არის სხვაში წვეთი და როგორც ცნობილია ერთ-ერთი რესპონდენტი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ 33 ფაილი არსებობს რეალურად და ეს კადრები სხვა კადრები რომელიც ახლა არ ვიცი და ინახება ამ ფაილებში, ბევრად უფრო შემზარავი და მძიმე სანახავი და საყურებელი. სისტემურობა იმას კი არის, რომ ბევრი ასეთი რაღაც ხდებოდა, შეიძლება ბევრი არ ხდებოდეს, მაგრამ როცა პოლიციელი ხედავს, რომ მაგალითად მისმა კოლეგამ სხვაზე იძალა და თუნდაც მიტინგზე ან სადღაც და დაუჯელი დარჩა, და რატომ დაუჯელი დარჩა, არამედ ვიღაც მაღალი თანამდებობის პირი გამოვიდა და შეაქო, მე ვიღაცას ჯილდო მისცეს, იმიტომ რომ კარგად დაარბია მიტინგი და შემდეგ, ბუნებრივია ის ხდება, რომ წესრიგი იმგვარია, რომ ძალადობა მოსულა. იქიდან მე შეიძლება ბევრი ძალადობა იყოს ან ნაკლები ძალადობა, ამას ვერ დაადგენ ზუსტად არ სისტემაში დახურულია ზოგადად, მაგრამ ეს რო სისტემურია, უბრალოდ ფაქტად ვიცით, იმიტომ რომ ბევრი
პოლიციელი დააჯილდოვა ყაველაშვილმა, მათ შორის ამ აქციების შემდეგ. ყოჩა კარგად ცემენ ხალხიო, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა ეს. და ის რომ ეს კონკრეტული ფაქტიც არ არის ერთეული, იმას ერთი შემთხვევა იმაზე მტკიცებული ამის არის ის, რომ თვითონ პოლიციამ არ გააღჟღავნა ეს კადრები და არ თქვა რომ დავიჭერეთ. თუ თებერვალში დაიჭერეს, რა უშლით ხელს ეთქვა რომ აი ხალხმა ეს რაღაც მოხდა, ჩვენ ასეთი არ ხდება, ერთი შემთხვევა იყო და ისიც დავიჭერეთ. რატომ დაელოდნენ სანამ ჟურნალისტები საბოლოოდ იცოდნენ რომ ამ კადრებმა გაჟონა და სწორედ ამის შემდეგ 4 წლის შემდეგ 2022-ში მოხდა ეს შემთხვევა და 2026 წლის თებერვალში დააკავეს ეს პოლიციელები. დაუჯეროთ რომ 22-ში გაიგეს. 22-ში თებერვალში რატომ არ განაცხადეს? ანუ რატომ დაელოდნენ ივნისს? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ ეს მართლა ებრძვი გულწრფელად ამ ძალადობას და ეს რაღაც ერთეული შემთხვევა შენთვის არ არის უკეთესი გამოხვიდე თქვა რომ აი ესეთი რაღაც მოხდა ასე უნიკალური შემთხვევა და დავიჭერეთ დავსაჯეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ასე მიშკმალის ეს ამბავი იმის იმედად რომ არ გაიგებდა რატომ უნდა დაჭირდება ეს? იმიტომ რომ იცი რომ ესეთი ერთ-ერთი შემთხვევა არის. და მე როცა უკვე ჟურნალისტებთან მოხდა ეს კადრები მე გამოვიდნენ დიდი სამით განცხადება გააკეთეს. მადლობა სანდრო სტუდიაში მობრძანებისთვის დაგემშვიდობებით. ქირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. გადაცემა კომენტარი დასრულებულია. კარგად ბრძანდებოდეთ.